ფოტო დოკუმენტად მაშინ იქცევა, როცა კადრი დროს უძლებს და მნიშვნელობას ინარჩუნებს. ასეთ ფოტოებს ქმნის ნათელა გრიგალაშვილი, ხელოვანი, რომლის ნამუშევრებიც ადამიანების ყოველდღიურ ყოფას ქვეყნის ისტორიის ნაწილად აქცევს. უკვე 30 წელზე მეტია ის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს და ფოტოაპარატით იმ გაჩერებულ წამებს აგროვებს, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ამჯერად ნათელა გრიგალაშვილის ობიექტივი კურიერი პიესის ობიექტივში მოხვდა. მასთან ერთად ტაბაწყურისთვის ულამაზეს ნახევარკუნძულზე მარიამ შანშიაშვილმა და გიორგი გუჯაბიძემ იმოგზაურეს. ეს არის ამბები ამ ადგილებიდან. მე მომწონს პირველ რიგში ეს ამბები, მაინტერესებს. მაინტერესებს ხლით ვინ ცხოვრობენ, რით ცხოვრობენ, როგორი ხალხია. და ვიცი, მე ვცდილობ ეს ამბები, რა თქმა უნდა, თუ კი ნახავენ სხვა ადამიანებსაც ვაჩვენ. ამ ფოტოაპარატში ათასობით ამბავი ცხოვრობს. ამბავი დოხობორ ქალზე, ნაკეცებიანი ჭრელი კაბით. ბიჭზე, რომელიც ძროხებს მწყემსავს. ნისლში გახვეულ სოფელზე. თივაზე გადმომდგარ ამ აჭარელ ქალზე. ერთი გაელვების ფოტოებზე. ძალიან ცნობის მოყვარე ვარ საერთოდ და ახალი ადგილების და ახალი ადამიანების აღმოჩენა სიამოვნებს და ბევრ რაღაცას ვიგებ. ერთგვარი მოგზაურობაა ჩემთვის ეს. ამ არაერთი გაჩერებული წამის მემატიანე ნათელა გრიგალაშვილია, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია ქვეყნის ფოტომეხსიერებას ქმნის. ორჩანს ძალიან ძველია. დამაინტერესა ვის დაუდგეს ეს ამხელა ძეგლი. თუმცა ვერ წავიკითხე, იმიტომ რომ სომხურად აწერია. მთავარია ადგილი შეარჩიოს, თორემ ხელს არც ველური ბუნება, არც წვიმა და არც ქარი უშლის. სოფლის ყველა კუთხეს ფეხით მოივლის და როცა საინტერესო ადგილს დაინახავს, მერე შემოქმედებითი პროცესიც აქედან იწყება. საინტერესოა ასეთი ადგილები ჩემთვის ყოველთვის. აი ესეთი სოფლების ცხოვრება, იცი შემოდიხარ და თითქოს არაფერი არ ხდება, ძალიან მოსაწყენია გარემო, მაგრამ ჩემთვის ძალიან ფოტოგრაფიულია. და რაც უფრო დიდხანს ხარ ამ გარემოში, უფრო მეც და მეც აღმოაჩენ. ეს ადამიანებიც თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ, ჩვეულებრივ ისეთივე ცხოვრებით, როგორც დიდ ქალაქებში, უბრალოდ გარემო განსხვავებული. ქალაქშიც იგივე ხდება, იგივე რთულია, ხო, მაგრამ ვიცი, ქალაქი ცოტა უფრო პოდიუმივით არის. მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. ერთხელაც ნათელა გრიგალაშვილის ფოტოობიექტივი კურიერი პიესის ობიექტივში მოხვდა. ექსპერიმენტი სამცხე ჯავახეთში დავიწყეთ. ტაბაწყურის ნახევარკუნძულზე წავედით. თოვდა და ეს სითეთრე იქაურობას კიდევ უფრო საინტერესოსა და მისტიკურს ხდიდა. დროდადრო იღებდა ავტომობილის ფანჯრიდანაც. როცა სოფელში შევედით, ადგილობრივებთან საუბარი დაიწყო. ეკითხებოდა, როგორ ცხოვრობდნენ და რა საქმიანობდნენ. ასე ამ მარტივი კომუნიკაციით თითქოს მათიანი ხდებოდა, მათი ყოფის ნაწილი. ფოტოს გადაღებისას კი შეუმჩნეველი. ასე იქმნება ფოტოსურათი, რომელიც გასაოცრად ნამდვილია. ადამიანების სოციალური გარემოს გადმომცემი. თითქოს იქაურობის სუნსაც გრძნობ, სიცივეს, სითბოს, შენც ამ ფერებსა და ნისლში იკარგები. გზად მეთევზეები შემოგხვდნენ. ეს ამ ულამაზეს ნახევარკუნძულზე მცხოვრები ადამიანების ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა. ადგილობრივები თავსაც თევზაობით ირჩენენ და ოჯახსაც ამით არჩენენ. სოფელში რომ შევედით, ექიმი სუსანაც ვნახეთ, რომელიც ნათელა გრიგალაშვილის ფოტოაპარატმა მაშინვე აღბეჭდა. ფოტოგრაფთან ერთად ჩვენ წყავის დასალევად შეგვიპატიჟა და არც ისტორიები დაიშურა. სოფელში რო ვარ, ყველაფერი ვარ და ხალხის იმედი ვარ, რასაც ქვია, ხალხის იმედი. ეს როდის არის, აი, ყინულს რო ჭრიან და თევზაობენ? ჯერ არ არის, რო გაყინავს მერე, ხო? ჯერ არ არის გაღინული. ეს მაინტერესებს. 1 მეტრომდე. სტუმრებს საოჯახო ფოტოალბომიც დაგვეთვალიერებინა. ეს კურსელები ექსკურსიაზე ვარ დასულები. ნათელა გრიგალაშვილი სანამ ფოტოების გადაღებას დაიწყებს, თავდაპირველად იმ ოჯახებში შედის, ვის გადაღებასაც აპირებს. ეცნობა მათ ადათ-წესებს, ხასიათს, ესაუბრება, მათ ცხოვრებას უსმენს. სუსანა ექიმიც მის ობიექტივში ისეთივე ნამდვილია, როგორც ცხოვრებაში, თავისი ტკივილებითა და ბედნიერებით.
აბა ერთი წამით ეს მეთევზე კაციც ტბასთან ახლოს რომ ცხოვრობს და რომელსაც ასე შემთხვევით გადავეყარეთ. ამ სოფელში მცხოვრები ამ ერთი კაცის ფოტოკადრიც ისტორიას დარჩება. თვითნასწავლი ფოტოგრაფია, კამერაც სულ პირველად მეგობარმა აჩუქა. მაშინ 15 მანეთი რომ ღირდა. აი ვერც გძნობ დროს იმდენად მიმზიდველია ეს საქმე, რაღაც მაგიური, რაღაცა განსხვავებულია ყველა სხვა საქმიანობიდან. 21 საუკუნემ ბევრი რამ შეცვალა ფოტოგრაფიაში, მაგრამ უცვლელია ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები. მათი სიღრმე, სათქმელი და ხელწერა. განსაკუთრებულად უყვარს თავის სოფელში ჩასვლა და იქ გადაღება. ხშირად ნაცრისფერი კადრებია, ემოციაც ნაცრისფერი. ისტორიებიც ცრემლის მომგვრელი. ფოტოებიდან ყველაფრის ამოკითხვა შეიძლება. ამბობს, რომ ფოტო ყველაზე კარგად ინახავს ისტორიას. თავადაც ხომ ამ ისტორიის მცველია. მე ყველა ფოტო ერთნაირად მიყვარს ჩემი. თითოეული ფოტოც არის ჩემი ცხოვრების ნაწილი და წარსული და ისტორია. ნათელა გრიგალაშვილმა მასტერ-კლასი კურიერი პიესაც ჩაუტარა. ისიც გითხრა, რომ ამ დროს განათება ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ უმთავრესი მაინც აი ეს ამბავია, რომელიც ფოტოსურათს მიღმა. ყველა შეუძლია უკვე გადაიღოს ფოტო, მაგრამ ალბათ არიან ფოტოგრაფები, რომლებიც გამოირჩევიან სწორედ იმით, რომ მათი ფოტოებიდან მოდის ძალიან დიდი ემოცია, რომელიც ჩვენზე მნახველებზე მოქმედებს. მე არ მიფიქრია ამაზე, რა სიტყვიან 50 წლის მერე ან 100 წლის მერე. საერთოდ ჩემი ფოტოები დარჩება თუ არ იგიც არ ვიცი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მინდა რომ ბევრი ფოტო გადავიღო და მინდა რომ ის თუ მართლა ნახონ 50 წლის მერე და ნახო როგორი იყო დღევანდელი საქართველო ჩემი თვალით. ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები თბილისის ქუჩებში ამ სატრანსპორტო ხმაურშიც გამოჩნდა. შეუძლებელია ამ ბილბორდებმა თქვენი ყურადღება არ მიიპყროს. პროექტი თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის მიერ არის ორგანიზებული. 30 წელზე მეტი არაც ფოტოგრაფია. ეს პროფესია რომ არა ერთია, კინოოპერატორი იქნებოდა. ფოტოგრაფიაც ხომ არანაკლებ საინტერესო დოკუმენტალისტიკა. ფოტოგრაფიას აქვს ძალიან დიდი როლი ისტორიის შემონახვის. ეს ფოტოები, უბრალო საოჯახო ფოტოები ძალიან ბევრს გვიყვება იმ ეპოქაზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ჩემთვის საქართველო არის ძალიან ფოტოგრაფიული ქვეყანა. კინემატოგრაფიაში რომ ყოფილიყო, მაინც საქართველოს ულამაზესი კუთხეების სურათ ხატებს შექმნიდა. მაინც იმ პატარა ქვეყანაზე მოგუყვებოდა, რომელიც ძალიან უყვარს და მის მეხსიერებას ამ ფოტოაპარატით ინახავს.